დიდი მნიშვნელობის მატარებელი პროექტებია და არა მარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო კარი რუკას ქმნის. დღეს ჩვენ ევროპის ენერგოსაფრთხოებზე თუ ვისაუბრებთ, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. ამჟამად საქართველო და აზერბაიჯანი საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ეს ხდება საქართველოს ტერიტორიის გავლით, სამწუხაროდ ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ კავკასია გადაიქცა კონფლიქტების არენად. იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში დასრულდება ეს ყველა კონფლიქტები. საქართველოს აზერბაიჯანის ურთიერთობების შესახებ შემიძლია ბევრი ვისაუბრო, მხოლოდ ის მინდა აღნიშნო, რომ ამის შემდგომაც ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება. ჩვენ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში გამორჩეული მეგობრობა ჩამოყალიბდა, რაც ქმნის მყარ საფუძველს მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის. დღეს არსებული გლობალისტური ეპოქა, რომელიც სავსეა გამოწვევებითა და საფრთხეებით, სწორედ ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს ემუქრება. ამიტომ ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევა აღნიშნული პრინციპების დასაცავად. ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი ერთად დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ერებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ღირებულებების დაცვის ბრძოლაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დროში გამოცდილი მაღალი დონის სტრატეგიული და კეთილმოზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და ახალ განზომილებას შეიძენს